როცა ChatGPT-ს ეკითხები რამეს, გარედან ჩანს რომ თითქოს ის ფიქრობს, შენ წერ ტექსტს, ის ჩერდება, ფიქრობს, რამდენიმე წამში იქ პასუხობს. ხანდახან ისე თავდაჯერებულად რომ გონია ეს ყველაფერი მართალია. მაგრამ რა ჯანდაბა ხდება რეალურად შიგნით? აქვს თუ არა AI-ის აზროვნება? დღეს ამ ვიდეოში ბოლომდე და ტექნიკურად გაჩვენებს თუ როგორ მუშაობს AI რეალურად სიღრმეში, ისტორიიდან დაწყებული ნეირონულ ქსელამდე დამთავრებული. და ზუსტად იმ მომენტამდე მისული, როცა შენ prompt წერს და პასუხი იბადება. ეს ვიდეო არ იქნება ზედაპირული, არ ვიტყვი უბრალოდ იმას, რომ AI უბრალოდ იცნობს კონკრეტული სიტყვის მერე რა მოდის. მე მინდა რომ ამ ვიდეოს ბოლოს შენ იცოდე, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, რას აკეთებს ნეირონული ქსელი და როცა AI-ს ტექსტს წერს, ნაბიჯ-ნაბიჯ შეგეძლოს წარმოდგენა თუ უკან და ამის მიღმა რა იმალება და რა პროცესები მიდის. ანუ მოკლედ დღეს AI-ს დაშლას ვაპირებ. წინა ვიდეოს საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოყვა, idეაში 200 ლაიქი ვითხოვე და 290-ს გადაცდა მგონი, ეხლა არ ვიცი რამდენია. რაც კარგია, კარგი შედეგია, შეიძლება ქართული YouTube-ისთვის ძალიან კაი შედეგი არა, მაგრამ იმ community-ისთვის და იმ კონტენტისთვის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, იდეალური შედეგია. შეგახსენებთ რომ ჭამის ვიდეოებს არ ვაკეთებთ. და ხო, მოდი გავთამამდები და ამ ვიდეოზე მოვითხოვ 400 ლაიქს, მაგრამ არ ვიცი რატომ წინას დაგვერდით 200 ლაიქს თუ აიღებ და AI-ს სრულ განხილვას გავაკეთებდი. ეხა 400 ლაიქს ვითხოვ, მაგრამ არაფერს არ გვირდებით, ანუ უბრალოდ დავალაიქო. აი ესეა რა, რო იშოვი რაც გინდო და მე გავღორდები. და ხო, ვინც ახლები ხართ, რა თქმა უნდა, გამოიწერეთ არხი, იმიტომ რომ წინ საინტერესო თავგადასავალი გელოდებათ. ასევე შემოგვიერთდით Discord სერვერზე და ჩვენ კი შეგვიძლია დავიწყოთ. მოდით დავიწყოთ იქიდან თუ რა არის LLM-ი და საერთოდ როგორ მივედით LLM-ამდე. LLM-ი არის Large Language Model-ი. რეალურად AI-ის იდეა ახალი სულაც არ არის, ადამიანებს დიდი ხნის განმავლობაში უნდათ რომ შეექმნათ ისეთი მანქანა, რომლებიც მისგან დამოუკიდებლად რაღაცას ისწავლიდა. თავიდან მიდგომა იყო უფრო rule-based-ი, ანუ კონკრეტული წესებით და დეტერმინისტული, ანუ მაგალითად პროგრამისტი ეუბნება და თუ არის ეს, გააკეთე ეს. თუ სიტყვა ასეთია, დაასკვენი ეს. თუ სურათზე 2 წრეა, იქნებ ეს სახეა. აი დაახლოებით ესეთი ლოგიკა იყო. პრობლემა ის იყო, რომ რეალური სამყარო თლად წესებით ვერ მუშაობს. ადამიანური ენა ზედმეტად ქაოსურია, სურათები ზედმეტად მრავალფეროვანი და რეალური სამყარო ამასთან სრულიად არ თანამშრომლობს. ამიტომ AI გადავიდა machine learning-ზე. ანუ კომპიუტერს აღარ ვეუბნებით ყველა წეს და აღარ ვუნსაზღვრავთ რაღაცებს, AI-ს უდებთ მონაცემებს და ვეუბნებით, აბა ჰე, მიდი ისწავლე და აბა შენიც. შენ თვითონ იპოვე კანონზომიერებები. შემდეგ მოდის deep learning-ი, ბევრი შრე, ბევრი პარამეტრი, დიდი მონაცემები, დიდი გამოთვლების ძალა. ასევე ენის დამუშავებაში მნიშვნელოვანი მომენტი იყო sequence to sequence-ი, განსაკუთრებით 2014 წელს, რომელმაც ტექსტის ერთი მიმდევრობით მეორეში გადაყვანა გვაჩვენა. მაგალითად თარგმნა. მაგრამ აქ იყო ერთი დეტალი, bottleneck-ი, რაც ნიშნავდა რომ მთელი წინადადება ერთ ვექტორში უნდა ჩატეულიყო. შემდეგ მოვიდა attention-ის იდეა. მოდელს აღარ სჭირდება მთელი აზრი ერთ პატარა ბოთლში ჩატენოს. შეუძლია საჭირო მომენტში, საჭირო სიტყვა შეხედოს. ეს უკვე ძალიან დიდი ნაბიჯი იყო. მე 2017 წელს გამოვიდა paper-ი. ამ ნაშრომმა transformer არქიტექტურა შემოიტანა და პრაქტიკულად თანამედროვე LLM-ების ბირთვი შექმნა. შემდეგ მოვიდა BERT-ი, ეგრეთ წოდებული bidirectional გაგება, შემდეგ GPT-ის ხაზი, autoregressive text-ის გენერაცია და როცა მასშტაბი ძალიან გაიზარდა, GPT-3 უკვე ძალიან ცხადად აჩვენა, რომ დიდი ენობრივი მოდელები ნორმალურ რეჟიმშიც კი საკმაოდ ძლიერები შეიძლება იყვნენ. და ახლა ვართ იმ ეპოქაში, სადაც ტექსტი, კოდი, ხმა და სურათი ერთ დიდ მოდელურ ოჯახში ერთდება. მოდით განვიხილოთ რა არის ნეირონული ქსელი სინამდვილეში. ახლა მთავარი საფუძველი ნეირონული ქსელი არ არის ჯადოსნური ტვინი, ეს არის უზარმაზარი მათემატიკური ფუნქცია, რომელსაც აქვს ბევრი პარამეტრი და რომელიც სწავლობს input-იდან output-ამდე რა გარდაქმნა ჯობს. ძალიან მარტივად შენაწვდი inputs, ანუ prompts, ის გადის ფენებში, თითო ფენა რაღაც გარდაქმნას აკეთებს და ბოლოს გამოდის პროგნოზი. თითოეულ პატარა ნეირონს შეგიძლია შეხედო როგორც მინი გამომთვლელს, იღებს რიცხვებს, შემდეგ წონებს ამ რიცხვების, თუ წონები რა შეასაჭირო მაგას შემდეგ გავიგებთ. აჯამებს ატარებს და გვიბრუნება response-ის სახით. ანუ ქსელი რეალურად სწავლობს არა წესებს სიტყვებით, არამედ აი ამის წონებს. და სწავლა რას ნიშნავს და როგორ მუშაობს ეს AI-ში, ანუ სწავლა ნიშნავს აკეთებს პროგნოზს, ადარებს სწორ პასუხს, ნახულობს შეცდომას და მე ამ შეცდომის მიხედვით წონებს ოდნავ ასწორებს. ამას ქვია ეგრეთ წოდებული ტრეინინგი, ანუ AI არ იძენს ცოდნას ისე როგორც ადამიანი კითხულობს წიგნს და მერე ხვდება, ის ბევრჯერ აკეთებს შეცდომას და ნელ-ნელა აწყობს იმ წონების კონფიგურაციას, რომელიც სტატისტიკურად უკეთ მუშაობს. თუ ძალიან ადამიანურად ვიტყვით, AI არ ამბობს, აი, აჰა, გავიგე. AI ამბობს, კარგი, ამ მილიონ პარამეტრში
ცოტას აქეთ გადავწევ ცოტას იქით და ვნახოთ ნაკლებად შევცდები თუ არა. დაახლოებით ეგეთი ლოგიკა. მოდი განვიხილოთ tokenization და embeddings. კომპიუტერს ტექსტი პირდაპირ არ ესმის, მან ყველაფერი რიცხვებად უნდა აქციოს და ამისთვის პირველი ნაბიჯია tokenization, ან ტოკენიზაცია. ტოკენი ყოველთვის არ არის სრული სიტყვა, ის შეიძლება იყოს, რა ვიცი, სიტყვის ნაწილი, სიმბოლო, პუნქტუაცია, space-იც კი კონტექსტის ნაწილად შეგვიძლია აღვიქვათ. ანუ შენ თუ დაწერ ტექსტს, როგორ მუშაობს AI, მოდელი ამას ჯერ გახლიჩავს პატარა ერთეულებად. რატომ? იმიტომ რომ ენაში ახალი სიტყვებიც არსებობს, რუნვებიც არსებობს, სლენგებიც არსებობს, ტიპებიც, ტოკენებად დაყოფა მოდელს ეხმარება მოქნილად იმუშაოს. მაგრამ ტოკენი ჯერ კიდევ მხოლოდ დასაწყისია. შემდეგი ნაბიჯი არის embeddings-ი. ეს არის მომენტი, როცა თითო ტოკენი გადადის მაღალგანზომილებიან ვექტორში. ანუ სიტყვა აღარ არის სიტყვა. ხდება ასობით ან ათასობით რიცხვისგან შემდგარი წერტილი სივრცეში. ამ სივრცეში მსგავს ნიშნულობებს აქვთ მსგავსი მდებარეობები. ძალიან უხეშად რომ ვთქვათ, მეფე, დედოფალი, კაცი, ქალი, ესენი უბრალოდ ცალკე სიტყვები აღარ არიან, არამედ რიცხვითი ურთიერთობებით აღწერილი ობიექტები. აი, აქ იწყებს მოდელი ენის სტატისტიკური სტრუქტურის დაჭერას. სადაც embeddings ვახსენებთ, იქვე უნდა ვახსენოთ position-ის პრობლემა, ანუ პოზიციის პრობლემა. აქ ჩნდება პრობლემა, თუ სიტყვებს უბრალოდ ვექტორად ვაქცევთ, წინადადებების რიგი დაიკარგება. აი, მაგალითად ძაღლმა დაკმინა კაცი და შემდეგ კაცმა დაკმინა ძაღლი. სიტყვები თითქმის იგივეა, მაგრამ ნიშნულობა საერთოდ სხვაა. ამიტომ transformers-ში ემატება positional information, ანუ თითო ტოკენს რაღაც ფორმით ეუბნები, შენ პირველი ხარ, შენ მეორე, შენ მესამე. ეს აუცილებელია, რადგან მოდელმა იცოდეს არა მარტო რა სიტყვები, არამედ სადგანან ისინი თანმიმდევრობაში. Transformers-ის original ნაშრომშიც positional encoding სწორედ ამ მიზნითაა დამატებული. ანუ ამ ეტაპზე როგორც განვიხილეთ, თუ AI როგორ მუშაობს, მართალია ჯერ მცირე ნაწილი, მაგრამ მაინც გადავიმეოროთ, ანუ გვაქვს ესეთი ტოპიკები, პირველი ტექსტი, შემდეგი ტოკენები, თითო ტოკენის embedding-ი, პოზიციის ინფორმაცია. ახლა იწყება ნამდვილი გარღვევა. ეხლა ვისაუბრებ Transformers-ის გულზე, ეს არის self-attention-ი. აი ეს არის ადგილი, სადაც თანამედროვე AI რეალურად ცოცხლდება. Transformers-ის მთავარი იდეა არის self-attention-ი და მოდით ნახოთ რა არის ეს self-attention-ი. ძალიან მარტივად, როცა მოდელი თითო სიტყვას ამუშავებს, ის მარტო იმ სიტყვას არ უყურებს. ის ეკითხება ამ სიტყვას ამ წინადადებაში, რომელი სხვა სიტყვები აინტერესებს ყველაზე მეტად. მაგალითად, წინადადებაში ბიჭმა აიღო გიტარა, რადგან ის სცენაზე დაკვრას აპირებდა. აქ სიტყვა ის ვის გულისხმობს ბიჭს თუ გიტარას. ადამიანისთვის ეს ხშირად მარტივია, მოდელისთვის კი კონტექსტზეა დამოკიდებული. Self-attention-ის მეშვეობით მოდელი თითო ტოკენისთვის ითვლის სხვა ტოკენებიდან ვის უნდა მიაქციოს მეტი ყურადღება. ტექნიკურად ეს კეთდება სამი ობიექტით, ეს არის query, key და value. თითო ტოკენი გარდაიქმნება ამ სამ წარმოდგენად. მერე დაახლოებით ესეთი რაღაც ხდება. ჩემი query ეკითხება სხვისი key ამბობს რამდენად შესაბამება და თუ შესაბამისობა მაღალია, ამ ტოკენის value უფრო ძლიერად მონაწილეობს ჩემს განახლებულ წარმოდგენაში. დაახლოებით ეს არის ფორმულა, წეღან რაც თქვი, ადამიანური ენით და ეს არის მათემატიკურად. ჩათვალეთ, ეს არის Transformers-ის core მექანიზმი. თუ უფრო ადამიანურად ვიტყვით, წინადადებაში თითო სიტყვა პატარა ჟურნალისტია, რომელიც ეკითხება ამ სხვა სიტყვებს. ამ კონტექსტში შენ ჩემთვის რამდენად მნიშვნელოვანი ხარ და მე ამ პასუხებით თავის მნიშვნელობას ახლიდან აწყობს. ეს ბევრად უკეთ მუშაობს ვიდრე ძველი RNN მიდგომა, სადაც ინფორმაცია ნაბიჯ-ნაბიჯ გადიოდა და შორეული დამოკიდებულებების დაჭერა რთულდებოდა. Transformers-ის მთავარი უპირატესობა სწორედ ეს იყო, რომ მოეშვა RNN მიდგომას და გადავიდა attention-ზე. და მე მოდის კიდევ ერთი ჭკვიანური ნაწილი, multi-head attention-ი. ანუ მოდელი ამას ერთხელ კი არ აკეთებს, არამედ ბევრჯერ სხვადასხვა ხედვით. ერთი head შეიძლება გრამატიკულ კავშირებს უყურებდეს, მეორე მნიშვნელობრივ მსგავსებას, მესამე გრძელ დისტანციურ დამოკიდებულებებს. ანუ ერთი ხედი თითქოს ამბობს მე ვამოწმებ ვინ არის სუბიექტი. მეორე ამბობს მე მაინტერესებს ტონი, მესამე მე ვხედავ ეს სიტყვა შორიდან რას ებმება ან სხვა რა წინადადებებთან აქვს კავშირი. კარგი, გადავიდეთ იმ ნაწილზე, რომელსაც ხშირ შემთხვევაში აიგნორებენ ხოლმე, როცა AI-ის მუშაობის პრინციპს განიხილავენ, ეს არის feed forward, residuals და layer ნორმები. Every video attention-ზე ჩერდება და ისე გამოიყურება თითქოს ყველაფერი მხოლოდ
მაგით კეთდება, მაგრამ არა, transformer block-ში attention-ის შემდეგ კიდევ არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილები. პირველი არის feed forward network-ი, ეს არის პატარა ნეირონული ქსელი, რომელიც თითო პოზიციაზე დამატებით არალინეურ, ანუ non-linear გარდაქმნას აკეთებს. მეორე არის residual connection-ი, ფენას არ ვეუბნები ძველი ინფორმაცია გადააგდე, ვეუბნებით ახალი ინფორმაცია უბრალოდ დაამატე ძველს. ეს ეხმარება ღრმა ქსელებს სტაბილურ ისწავლონ და მესამე არის layer normalization-ი, ეს კი შიგნით აქტივაციების უფრო სტაბილურ მასშტაბში დაჭერას ეხმარება, რომ სწავლა არ დაიშალოს. ეხლა რაც ჩამოთვალე, ასეთი ბლოკები დგას მრავალი ფენის სახით. შედეგად ქვედა ფენები შეიძლება უფრო ლოკალურ პატერნებს იჭერდნენ, ზედა ფენები უფრო აბსტრაქტულ კავშირებს. ეხლა მთავარი კითხვა პრომპტიდან რესპონსამდე რა გზას გადის ჩვენი AI. კარგი, ეხლა ჩათვალო შენ გახსენი რომელიმე AI chatbot-ი, GPT, Claude, Gemini არ აქვს ამას მნიშვნელობა და მაგალითად უსვავთ ეგეთ კითხვას, ეგეთ ტექსტს, პრომპტს ვაძლევთ, მაგალითად, ამიხსენი შავი ხვრელი მარტივად. ოღონდ შავი ხვრელია, რომელიც ხა შენ გაიფიქრე, ყვა შავ ხვრელზეა საუბარი. მოდით ახლა ნაბიჯნამი უყვეთ რა ხდება შიგნით. პირველი ნაბიჯი არის input-ის მიღება, ანუ შენ რაც შეიყვანე პრომპტი, იმის მიღება, შენი ტექსტი მოდელს ჯერ როგორც სოლებრივი ტექსტი ისე მიეწოდება. შემდეგ მოდის მეორე ნაბიჯი, tokenization, ტოკენიზაცია, რომელიც წეგან განვიხილეთ. ტექსტი იშლება ტოკენებად, სიტყვები, ნაწილობრივი სიტყვები, პუნქტაცია, ყველაფერი იქცევა პატარა ერთეულებად. შემდეგ არის token ID, ესეთი ნაბიჯი და მეთოდი, სადაც თითო ტოკენს აქვს თავისი უნიკალური ID, ანუ ტექსტი გადაიქცა რიცხვების მიმდევრობად. შემდეგ მოდის embedding lookup-ი, თითო ID-ისთვის რილიდან იღებენ embedding vectors, ანუ ტოკენი გადავიდა მრავალგანზომილებიან რიცხვით წარმოდგენაში. შემდეგ მოდის პოზიციონირება, position, ამ ვექტორებს ემატება პოზიციონირება, რომ რიგი არ დაიკარგოს და კონტექსტი გავიგოთ, რაზეც წეგან ვისაუბრეთ ისევ. შემდეგ transformers layers, ახლა ის მთელი სიკვენსი გადადის transformer ბლოკებში. აქ თითო ტოკენი უყურებს წინა ტოკენებს და სწავლობს რა არის მთავარი თემა, რა არის მოთხოვნა, რა არის ტონი, რა ფორმაში უნდა მოვიდეს პასუხი და ასე შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია კონტექსტისთვის. მოდელი შენს prompts არ კითხულობს ადამიანურად, ის მასზე ააგებს შიდა რიცხვით მდგომარეობას, სადაც ნაწილდება ინფორმაცია. კითხვა თუ ინსტრუქცია, სჭირდება სია თუ უბრალოდ ახსნა, ენა ქართულია თუ ინგლისური, ტონი ფორმალურია თუ ჩვეულებრივი, რა სიტყვები იყო აქამდე მნიშვნელოვანი და ასე შემდეგ. შემდეგ ნაბიჯი არის casual masking-ი, LLM-ი პასუხს აგენერირებს autoaggressive რეჟიმში. ეს ნიშნავს, რომ მომდევნო ტოკენის პროგნოზისას მოდელი მხოლოდ წინა ტოკენებს ხედავს და არა მომავალს. სწორედ ამიტომ არის ეს გენერაცია step by step და არა მთელი აბზაცის ერთიანად წინასწარ დანახვა. შემდეგი არის hidden state-ი, ყველა ფენის გავლის შემდეგ ბოლო პოზიციაზე მოდელს აქვს ძალიან მდიდარი შიდა წარმოდგენა იმისა თუ რა უნდა მოვიდეს შემდეგი. და შემდეგ თითო სიტყვას ანიჭებს ქულას. მაგალითად, შავი რაღაც ქულა, ხვრელი რაღაც ქულა, არის ეს თითოეულ სიტყვას მიენიჭება თავის შესაბამისი ქულა. შემდეგი არის softmax-ი, ეს ქულები გადაიქცევა ალბათობებად. აი აქ მოდელი სინამდვილეში ამბობს, რომ ამ კონტექსტიდან ყველაზე მოსალოდნელი შემდეგი ტოკენებია, აი ესენი. შემდეგ მოდის sampling-ი, ეს ნიშნავს, რომ თუ ყოველთვის ყველაზე მაღალი ალბათობის ტოკენს ავირჩევთ, პასუხი ზედმეტად ხისტი და მექანიკური იქნება. ამიტომ გამოიყენება sampling სტრატეგიები, რაც მოიცავს ძირითადად ტემპერატურას. ეს მექანიზმები არეგულირებს იმას, თუ რამდენად კონსერვატიული ან კრეატიული იქნება არჩევანი, თუ ტემპერატურა დაბალია, მოდელი უფრო ფრთხილია, თუ მაღალია, უფრო რისკიანი. ანუ ტექნიკურად კრეატიულობა ხშირად ნიშნავს არა მაგიას, არამედ ალბათობის განაწილებიდან უფრო თავისუფალ შერჩევას. შემდეგი ნაბიჯი უკვე ნიშნავს იმას, რომ next token-ი უკვე არჩეულია, შერჩეულია ტოკენები, ემატება sequence ბოლოში, შემდეგ მოდის loop-ი, ახლა მთელი ეს ახალი sequence-ი ისევ შედის მოდელში, რომ შემდეგი ტოკენები წინასწარ მეტყველოს. ეს მეორდება ტოკენების შემდეგ, სანამ არ მივიღებთ წინადადებას, აბზაცს ან რაიმე პასუხს. და ეს ყველაფერი არის მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური მომენტი, გარედან ჩვენ ვხედავთ დასრულებულ პასუხს და გონია მოდელმა თავიდანვე ყველაფერი იფიქრა, რეალურად კი ის ძალიან სწრაფად ტოკენებით აკეთებს პროგნოზს. და მაინც რატომ გამოიყურება ასე ჭკვიანურად? ახლა ყველაზე საინტერესო პარადოქსი, თუ ეს ყველაფერი საბოლოოდ next token პრინციპია, რატომ გამოიყურება ასე ჭკვიანურად? პასუხი არის მასშტაბში.
როცა მოდელი გაწრთვნილია უზარმაზარ ტექსტურ კორპუსებზე და მას აქვს ძალიან ბევრი პარამეტრი, ის სწავლობს არა მარტო ზედაპირულ სიტყვების თანმიმდევრობებს, არამედ ღრმა სტატისტიკურ სტრუქტურებს. ფაქტების თანხვედრა, სტილის ნიმუშებს, ლოგიკურ ახსნების ფორმებს, კოდის სტრუქტურას, არგუმენტის აგების ფორმას და ასე შემდეგ. GPT-3-მა სწორედ მასშტაბირების ეფექტი აჩვენა მოდელის ზომის ზრდასთან ერთად. ანუ AI არ ზის და არ ამბობს, მოდი ახლა ფიზიკურად გავაანალიზებ სამყაროს, არამედ ის ამბობს ამ კონტექსტში იმ ყველაფრის მიხედვით, რაც ტრეინინგში მინახავს, შემდეგი საუკეთესო გაგრძელება ალბათ ეს არის. და როცა ეს სისტემა ძალიან დიდია, ეს პროგნოზი ხშირად იმდენად კარგად ეწყობა, რომ ჩვენთვის აზროვნებას გავს. ელი გამიშრა და მეტკინას საუბრისას, მაგრამ იმედია დაფასდება და დაალაიქებთ ამ ვიდეოს. მოდი ახლა ვისაუბროთ AI-ის გამოშტერებაზე, რასაც ტექნიკურად ჰალუცინაციები ქვია. ეს არის AI-ის ყველაზე საშიში ნაწილი. AI ხშირად არ ამოწმებს სიმართლეს, ისე როგორც საძიებო სისტემა ან მეცნიერი. ის პირველ რიგში ოპტიმიზირებულია დამაჯერებელი გაგრძელებისთვის, თუ კონტექსტი გაურკვეველია ან ცოდნა არასაკმარისია, ან პრომპტი ცუდათაა დასმული, მოდელმა შეიძლება შექმნას პასუხი, რომელიც გრამატიკულად გამართულია, სტრუქტურულად ლამაზია, თავდაჯერებულია, მაგრამ ფაქტობრივად მცდარი. ანუ ჰალუცინაცია არ არის იმიტომ, რომ მოდელი იტყუება ადამიანურად. ის უბრალოდ იმავე მექანიზმით აგრძელებს ტექსტს, ამიტომ და გვესმოდეს, რომ LLM-ი არ არის ჭეშმარიტების მანქანა, ეს არის ალბათური გენერატორი. მოდი ასევე ვისაუბროთ encoder და decoder-ზე. აქ კიდევ ერთი ტექნიკური, მაგრამ მნიშვნელოვანი განსხვავება, ამ ყველა transformer ერთნაირი არ არის. BERT-ი, რაზეც ზევით ვისაუბრეთ, უფრო encoder style მოდელია. იგი კონტექსტს იყენებს ერთდროულად მარცხნიდანაც და მარჯვნიდანაც, ამიტომ ძალიან კარგია გაგების ამოცანებში. კლასიფიკაცია, სახელების ამოცნობა, კითხვა-პასუხის ზოგი ფორმა BERT-ის ორიგინალ ნაშრომებშიც პირდაპირ აღწერილი, მაგრამ GPT-ის შემთხვევაში, რომელიც იყენებს decoder style autoaggressive models, იგი მარცხინა-მარჯვნა გენერირებს შემდეგ ტოკენს. ამიტომ ბუნებრივად ძალიან კარგია ტექსტის გენერაციაში. ამიტომ იცოდეთ, რომ transformer მეთოდი ერთი ხაზით არ მუშაობს და აქვს მრავალი მიმართულება, გააჩნია რა ამოცანისთვის იყენებს. ხო, ასევე კითხვები იყო, ესმის თუ არა AI-ის და მოდი ვისაუბროთ მაგაზეც, ესმის თუ არა AI-ის. ახლა ალბათ მთავარი ფილოსოფიური კითხვა უნდა დავსვათ. აქ ზუსტი პასუხი რთულია, რადგან გაგება ბოლომდე განსაზღვრული არც ადამიანებზე გვაქვს, მაგრამ ტექნიკურად რა შეგვიძლია თქვათ, შეიძლება ითქვას, რომ მოდელი აშენებს ძალიან მდიდარ შიდა წარმოდგენებს ენისა და სამყაროს სტატისტიკური სტრუქტურის შესახებ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას აქვს ადამიანური გამოცდილება. მას არ უნახავს ცა, არ შეხებია წყალი, არ უგურძნია სიცივე, არ უტკენია რამე და არ გახარებია არაფერი. ანუ მისი ცოდნა არის სიმბოლური და სტატისტიკური. ეს ძალიან ძლიერი ცოდნა, მაგრამ განსხვავებულია ადამიანურისგან. მოკლედ, AI-ს რა თქმა უნდა აქვს წარმოდგენის უნარი, მაგრამ სავარაუდოდ არა ისეთი, როგორიც ჩვენ ადამიანურ გონებაში, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც დადის ალბათობამდე. მოკლედ, ამ ვიდეოს მომზადების დროს, როცა წერდი სცენარს, მთავარი გამოწვევა იყო ის, რომ სცენარი დამეწერა ისე, რომ არც ძალიან ტექნიკური ყოფილიყო, რომ მაყურებელი არ გამქცეოდა და არც ძალიან ზედაპირული, ამიტომ ვეცადე რომ ოქროს შვალედი მეპოვა. არ ვიცი, რამდენად გამოვიდა, თქვენ შეაფასეთ კომენტარებში, თითოეული საზრი მნიშვნელოვანია ჩემთვის. და ხო, ეხლა იცით როგორ მუშაობს AI და იმედია ის კითხვები აღარ დაისვება, ჩაგვანაცვლებს თუ არა, bla 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 და ასე შემდეგ. ერთს გეტყვით იმას, რომ თავის დროზე როცა WordPress-ი გამოვიდა, ზუსტად იგივე ვითარება იყო, ხალ დეველოპერებს ეგონათ, რომ WordPress-ი ჩაანაცვლებდა და ყოველთვის როცა ესეთი ტექნიკური რევოლუციები მოდის, რაც საკმაოდ იშვიათად ხდება, ყოველთვის მოყვება ამას ეს, ასე ვთქვათ, ნებათა ღელვა, რომ ჩაგვანაცვლებს და bla bla bla. მაგრამ AI ჩაგვანაცვლებს თუ არა, ამაზე უკვე ვიდეო მიდევს და შეგიძლიათ ნახოთ ჩემ YouTube არხზე. და ხო, ნუ მოკლედ, ბევრს აღარ ვისაუბრებ. მადლობა თუ აქამდე მოხვედით, მადლობა რომ გვერდში მიდგახართ, თქვენთან იყო ჯორჯ სოფტი და შევხვდებით მომავალ ვიდეოში.